წარმოიდგინე, შეაბიჯე საქართველოს ჯადოსნურ ტყეებში, უცებ სუნთქვა შეგეკრა. თითქოს მიწიდან ამოსული ათასნაირი ფორმის, ფერისა და სურნელის სოკოები გითხრევს. თითქოს ბუნება გეჩურჩულება და აგემოვნე, არაფერი დაგემართება. მაგრამ სინამდვილეში მე ვარ გიორგი და დღეს ერთად გავიგებთ, რომელი სოკოებია მსოფლიოში ყველაზე შხამიანი. როგორ შეიძლება სოკოს გამოცდილმა შემგროვებელმა ამოიცნოს ისინი და რატომ შეიძლება ერთი შეხედვით უწყინარმა სოკომ თქვენ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. საქართველოში მრავალი კარგი სოკო იზრდება, ზოგიერთი დიდი რაოდენობითაც არის გავრცელებული და ხალხი მათ საკვებად იყენებს, თუმცა ამ სოკოებთან ერთად საქართველოში შხამიანი სოკოების იზრდება და თუ გსურთ ტყეში ნაპოვნი ნიმუშების ჭამა დაიწყოთ, მათზე ინფორმაციის მიღება უმნიშვნელოვანესია. საქართველოში სოკოს ბევრი მოყვარულია, რომლებიც კარგად ერკვევიან სოკოებში, თუმცა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არავითარი ცოდნა არ აქვს. ხო და არასწორი ველური სოკოს საკვებად მიღების შედეგები თავბრუსხვევიდან ფატალურ შედეგებამდე მერყეობს. მე როგორც ექიმს მაქვს ბევრი ინფორმაცია მთელი საქართველოდან, რომ იმატა სოკოთი მოწამვლის ფაქტებმა ეს ბუნებრივიცაა ახლა სოკოების შეგროვების სეზონია. იმის მიუხედავად, რაც ახლა გითხარით, სოკოზე ნადირობა ისეთი სახიფათო გამოცდილება არ არის, როგორც ზოგიერთ სურს დაიჯეროს. ბევრი ადამიანი უსაფრთხოდ მიირთმევს ველურ სოკოებს, ისინი ამას განათლებისა და სიფრთხილის კომბინაციით აკეთებენ. ჩვენ ამ ვიდეოში განვიხილავთ რამდენიმე ყველაზე შხამიან სოკოს და ვისაუბრებთ მათ შესახებ, თუმცა მანამდე გახსოვდეს, რომ ეს არ არის სახელმძღვანელო. ეს ვიდეო არის შემეცნებით გასართობი ხასიათის და არ მიირთვათ არაფერი იმის საფუძველზე, რასაც აქ მოისმენთ, რადგან ინტერნეტში არსებული ვერც ერთი ვიდეო თუ გვერდი ვერ შეცვლის რეალურ გამოცდილებას. შხამიანი სოკოების ამოცნება ისეთი რამაა, რაც პრაქტიკულად უნდა ისწავლო. ახლა კი თუ გამოიწერე არხი და დაალაიქე ეს ვიდეო, დავიწყოთ. სოკოების შეგროვება დიდი გადაცებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი ტყე მოფენილია ნაირფეროვანი სოკოებით. თუმცა ამ შეგროვებასაც თავისი ცოდნა სჭირდება. პირველ რიგში სოკოების შეგროვება არ შეიძლება საავტომობილო მაგისტრალების გასწვრივ, ქალაქის პარკებსა და ბაღებში, სადაც ხეებს ასხურებენ შხამქიმიკატებს, დაავადებათა და მავნებელთა წინააღმდეგ. კარგი, ანუ ტყეში ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე შევაგროვეთ სოკოები. ახლა იმის გასაგებად ჩვენთვის უცნობი სოკო საჭმელია თუ შხამიანი, საჭიროა წიგნის მოშველიება. თუ საკითხის გარკვევისას ღრმა დარწმუნებული არა ვართ, რომ სოკო საჭმელია, მაშინ თავი უნდა შევიკავოთ მისი გამოყენებისგან. პირველ რიგში რა უნდა იცოდეთ სოკოს ჭამამდე? მოახდინეთ ყოველთვის დადებითი იდენტიფიკაცია, ანუ ეს რას ნიშნავს? სოკოს მიანიჭეთ უსაფრთხო სტატუსი. ეცადეთ დაადგინოთ არა ის არის თუ არა ეს შხამიანი სოკოს სახეობა, არამედ პირიქით დაიწყეთ იმის გარკვევა არის თუ არა ეს საჭმელად ვარგისი სოკო. მომდენო რჩევა მიირთვით მხოლოდ ახალგაზრდა სოკოები, ანუ სოკოს ახალი ნიმუშები, რადგან შეიძლება კარგმა საჭმელმა სოკომ მოწამვლა გამოიწვიოს თუ ის გადაბერებულია. ასევე თუ პირველად მიირთმევთ რაიმე ახალს, ეცადეთ მხოლოდ მცირე რაოდენობა ჭამოთ და დაელოდოთ 24 საათი, რათა ნახოთ უარყოფითად მოქმედებს თუ არა ეს თქვენზე. საჭმელად იდეალურად ვარგისმა სოკოებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს კუჭნაძლავის სტრესი ან ალერგიული რეაქცია. გახსოვდეს, რომ ყველანი ინდივიდები ვართ. სოკოს შხამიანობის საკითხი ხშირად ადამიანის ორგანიზმისაც არის დამოკიდებული, ზოგი სრულად ვერ იტანს საუკეთესო საჭმელ სოკოებსაც კი, ზოგს კი მცირედ შხამიანი სოკოს ჭამის შემთხვევაშიც კი მოწამვლის არავითარი ნიშნები არ ეთყობა. სამწუხაროდ, ამის გასარკვევად მეცნიერები ერთადერთ გზას ვიჩვენებენ მათ მიღებას, რა თქმა უნდა, მცირე დოზით. თუ ველური სოკოს ჭამა არ გაინტერესებთ, არა უშავს. სიმართლე გითხრათ, მათი უმეტესობა არც ისე გემრიელია. თუმცა, ნახა არ გაგვიბრაზდეს სოკოს მოყვარულები, ზოგიერთი სოკო მართლაც ძალიან გემრიელია. სიტყვა გემრიელს რომ შევეშვათ, ზოგიერთი სოკო ძალიან ლამაზია. ხო და ლამაზ სოკოებს უბრძგილდით. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ შხამიანი სოკოები მართლაც ძალიან ლამაზად გამოიყურება. ვიწყებთ რა თქმა უნდა ამანიტას გვარის სოკოებით. ამანიტას სოკოს გვარი, ისევე როგორც სხვები, იყოფა რამდენიმე კატეგორიად. საჭმელად ვარგისი, პირობითად უვარგისი, შხამიანი და ძლიერ შხამიანი. და სწორედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი სოკო ამანიტას ერთ-ერთი სახეობაა. თუმცა ამ გვარში ასევე არის ალბათ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი სოკო. აბა თუ გამოიცნობთ, რომელ სოკოზე ვსაუბრობ? რომელი სოკოა? ნიყვია. კი, ეს არის სამეფო სოკო ნიყვი, რომელიც განსხვავებით მისი ბიძაშვილებისგან სოკოს უგემრიელესი სახეობაა. ნიყვი იმდენად საუკეთესო სოკოა, რომ მას ევროპაში კეისრის სოკოს უწოდებენ. თუმცა ნიყვს, როგორც აღნიშნეთ, ბიძაშვილები ძალიან სასტიკი ყავს. განსაკუთრებით ერთი მათგანი
ამანიტას ფალოიდეს, რომელსაც ქართულად შხამა სოკო ქვია. შხამა მსოფლიოში ყველაზე შხამიან სოკოდ არის მიჩნეული. ვარაუდობენ, რომ ამ სოკოს ნახევარის და ზოგიერთ წყაროში შხამა სოკოს ქუდის 20%-ის ჭამაც კი საკმარისია ზრდასრული ადამიანის მოსაკლავად. იგი აგრეთვე ყოველწლიურად სოკოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 90%-ზეა პასუხისმგებელი. სავარაუდოდ, სწორედ შხამა სოკოთი გარდაიცვალენო ისტორიკოსები წერენ რომის იმპერატორი კლავდიუსი და საღვთო რომის იმპერატორი კარლ მე-6, ასევე კიდევ რამდენიმე ცნობილი ადამიანი წარსულში. მაგრამ რა ხდის ზოგიერთ ამანიტას სოკოს ასეთ შხამიანად? მისი გვარის შხამიანი სოკოები შეიცავენ ამანიტინს, სასიკვდილო ტოქსინს, რომელიც ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციას არღვევს. ამოტოქსინები ბუნებაში ნაპოვნი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი შხამია. ეს ტოქსინები ღვიძლისა და თირკმლების ნელ-ნელა დათრგუნვით მოქმედებენ. ხშირად მსხვერპლი თავიდან ავადმყოფურად გამოიყურება, შემდეგ კი როგორც ჩანს უკეთ ხდება. სამწუხაროდ ამოტოქსინები კვლავ მოქმედებენ და სოკოს მიღებისგან გამოწვეული ფატალური შედეგი შეიძლება მოხდეს სოკოს მიღებიდან რამდენიმე დღეში ან ერთ კვირაში. შხამას გააჩნია დიდი და შთამბეჭდავი მიწის ზედა ნაყოფ სხეული, რომლის ქუდი ჩვეულებრივ 5-დან 15 სანტიმეტრამდე დიამეტრისაა. თავდაპირველად მომრგვალო და ნახევარსფეროსებრი, თუმცა ასაკთან ერთად ბრტყელდება. ქუდის ფერი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, ღია მწვანე, მოყვითალო მწვანე, ზეთისხილისფერი, ბრინჯაოსფერი, თეთრი. კიდევ უფრო ღია კიდეები, სადაც შესაძლოა მუქი ზოლები ჰქონდეს. წვიმის შემდეგ ხშირად უფრო ღია შეფერილობას იღებს. დასრულებული ქუდის ზედაპირი წებოვანია და ადვილად იქერცლება, რასაც ბევრი გამოცდილი შემგროვებელი შეცდომაში შეყავს, რადგან გავრცელებული მცდარი აზრის თანახმად ქუდი მხოლოდ საკვებად ვარგის სოკოებს ეკერცლება. რბილობი თეთრი და ხორციანია. ნორჩობაში ახასიათებს სასიამოვნო თაფლისებრი ტკბილი სუნი, მაგრამ დროთა განმავლობაში ძლიერდება და ხდება გამაღიზიანებელი. ზედმეტად ტკბილი და უსიამოვნო. ნორჩი ეგზემპლარები თავიდან მიწიდან თეთრი კვერცხის მსგავსად ამოდიან, რომელიც დაფარულია საერთო საბურველით, შემდეგ კი იშლება და რჩება ვოლვა. გამოცდილ სოკოს მოყვარულებს ეს სოკო შეიძლება აერიოთ ქამას სოკოში, თუმცა ქამას მისგან განსხვავებით აქვს მოვარდისფრო ან შოკოლადისებრი ფირფიტები. ქამას არ გააჩნია ბოლქვი ფეხის ბოლოში და ვოლვა. არ უნდა აგვერიოს ეს სოკო ასევე მტრედიოში ან ხახვილო სოკოებში. შხამა ევროპის მკვიდრი სახეობაა, ის გვხვდება პრაქტიკულად მთელს ევროპაში. შხამა გავრცელებულია საქართველოშიც. ზოგადად ამ სოკოს უყვარს მსოფლიოში მოგზაურობა და ბოლო კვლევების მიხედვით ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. უფრო და უფრო მეტ ადგილას ჩნდება და ადამიანების საცხოვრებელ ადგილებთან უფრო და უფრო ხშირად იზრდება. ის არის აზიაში, მაგალითად დაფიქსირებულია ჩრდილოეთ ირანის ტყეებში. აზიის უფრო აღმოსავლეთ ნაწილებიდანაც არსებობს ჩანაწერები, მაგრამ ჯერ კიდევ დადასტურებული არაა, ნამდვილად გამოჩნდა თუ არა იქ შხამა სოკო. შხამა სოკო გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში კოლონიზაციის შემდეგ იქნა შეტანილი და ყველაზე ხშირად კალიფორნიაში გვხვდება, თუმცა მისი არსებობის შესახებ ცნობები არსებობს სხვა მრავალ შტატში, მათ შორის პენსილვანიაში, ოჰაიოში, აღმოსავლეთ სანაპიროს ზოგიერთ ნაწილში და სხვა. ხეტყის და ცოცხალი ნერგების გადაზიდვამ ეს სახეობა მსოფლიოს სხვა ნაწილებში, მაგალითად ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილში შეიტანა. როგორც ცნობილია, თურმე შხამას საკმაოდ სასიამოვნო გემო გააჩნია და აღნიშნული გარემოება სიმპტომების დაგვიანებულ გამრავლესთან ერთად, რომლის დროსაც შინაგანი ორგანოები მნიშვნელოვან ზოგჯერ შეუქცევად დაზიანებას იღებს, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. თავდაპირველად ვლინდება კუჭნაწლავის ტრაქტის სიმპტომები და ეს მოიცავს კოლიკის მაგვარ მუცლის ტკივილს, დიარეას, გულისრევას, ხებინებას. აღსანიშნავია, რომ 24 საათის შემდეგ სიმპტომები თითქოს ქრება და ადამიანი შესაძლოა 72 საათის განმავლობაში თავს კარგად გრძნობდეს. ამას შესაძლოა ღვიძლის სერიოზული გაურესება, სიყვითლე, დიარეა, დელირიუმი, კურნჩხვები და კომა მოყვეს, რაც გამოწვეულია ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობით და თანხმლები ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით. მერე უკვე მიყვება სხვადასხვა სიმპტომები, სისტემები და ფატალური შედეგები მოწამვლიდან 6-დან 16 დღეში დგება. რაც შეეხება მკურნალობას, ეს იმაზეა დამოკიდებული შხამას მოხმარების შემდეგ პაციენტმა რამდენად სწრაფად მიმართა კლინიკას. ამიტომ როგორც კი რაიმე საეჭვოს იგრძნობთ, ზოგადად ნებისმიერ სოკოს მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას. შხამას სოკოს კიდევ ბევრი შხამიანი ბიძაშვილი ყავს, მაგალითად ერთ-ერთი ასეთია ეს სოკო, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ ის სრულიად თეთრია. მე ახლა წარმოგიდგენთ ამგვარი შხამიან სახეობებს და ყურადღებით მიადევნეთ თვალყური. ეს ფოტოები აღებულია სხვადასხვა სამეცნიერო და ინტერნეტ წყაროებიდან, რომლის ბმულებს მივუთითებ ვიდეო სახსწერაში.
მოკლედ, ამანიტას სახეობა არის ძალიან მრავალფეროვანი და უფრო დეტალური ინფოსთვის შეგიძლიათ ასე მოიძიოთ ეს სახეობა. მაგრამ მეგირჩევთ თვალი გადაავლოთ ყველა სახეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც აგროვებს ველურ სოკოებს. სხვა შორის, ამანიტას გვარი შეიცავს სოკოს ფსიქოაქტიურ სახეობებსაც, მაგალითად, წითელი შხამა სოკო, რომელიც გამოირჩევა მაღალი შხამიანობით და ხასიათდება ჰალუცინოგენური მოქმედებით. მას ქართულად ცადამყვანას უწოდებენ და აქედან გასაგები ხდება, რომ ქართველები ამ სახეობას დიდი ხანია იცნობენ. ამ სოკოებზე საუბარს დავასრულებთ ამ საერთო ამომცნობი ნიშნების გაცნობით, რომელსაც გარკვეული ინტერნეტ რესურსები გვთავაზობენ. საერთო ნიშნები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ შხამიანი სოკოების ამოცნობაში, რა თქმა უნდა, ვიზუალური საშუალებებით არის. ქუდზე მეჭეჭები ან ქერცლები. ყურადღება მიაქციეთ ქოლგის ფორმისა და სწორ ქუდს. ყურადღება მიაქციეთ ძირის გარშემო ბოლქვისებრ ჭიქისა და პარკის არსებობას. ამ მომგვალებულ ჭიქებს ვოლვა ეწოდება. ის ხშირად მიწის ქვეშ არის. ასევე საყურადღებოა თეთრი სპორების ანაბეჭდი. როდესაც ამანიტას ქუდს მუქი ფერის ფურცელზე პირქვე ათავსებთ, ის ხშირად თეთრი სპორების ანაბეჭდს ტოვებს. უნდა დააკვირდეთ ასევე ღერძის გარშემო რგოლის არსებობას. ამანიტები როგორც წესი სეზონის მეორე ნახევარში საფხულსა და შემოდგომაზე იწყებენ გამოჩენას. ისინი ჩანან ტყეებში, ნიადაგზე. კარგი, ამანიტები დავასრულეთ. მოდი ახლა ქამასოკოზე გადავიდეთ. ქამასოკო იგივე შამპინიონი, ქუდიანი სოკოების გვარია, რომლის ყველა სახეობა ქამასოკოს სახელწოდებით არის ცნობილი. 300-მდე სახეობა გავრცელებულია მთელს დედამიწაზე, აქედან საქართველოში 12 სახეობა გვხვდება, რომელთაგან აღსანიშნავია მინდვრის ქამა, კულტურული ქამა, ტყის ქამასოკო, ქალაქის ანუ ტროტუარის ქამა, მეჭეჭებიანი ქამა და სხვა. ქამასოკოების სახეობები ერთმანეთისგან ხშირად ძნელად გასარჩევია. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ჩვეულებრივი ქამასოკო, ლათინურად აგარიკუს კამპესტრის ფერით ნაცრისფერია, ხორცოვანი, იზრდება ადრე გაზაფხულიდან ზამთრის პირამდე, ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში ბაღებში, ბოსტნებში, ეზოებში, მინდვრებზე და ასე შემდეგ. საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან 2, შხამიანი ქამა ლათინურად აგარიკოს ქსანთოდერმუს და ჭრელი ქამა შხამიანი სოკოებია. სხვა შორის ამას წინათ შემხვდა ვიდეო YouTube-ში, სადაც ერთი ქართველი თავის გამოცდილებაზე ყვებოდა და თან გვანახებდა შხამიან ქამას, რომელსაც სახელად ცრუ ქამა უწოდა. თუმცა ის ცრუ ქამას არ გავდა, რადგან სახელის მიუხედავად ცრუ ქამა, ანუ როდოფილოს სინუატოს კიდევ უფრო საშიში და შხამიანია, ვიდრე შხამიანი ქამა, ანუ აგარიკოს ქსანთოდერმუს. იმ იუზერმა ძალიან პროფესიონალურად ახსნა და გვანახა ვიდეოში ქამასოკოს ცნობა, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვა, რომ ცოტა ხნის წინ მას საავარაუდოდ ერთი შხამიანი ქამა გაეპარა და მიირთვა და ამას რაც მოყვა, მას ძალიან ცუდად ახსოვს. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ იმასაც კი ვინც იცის ცნობა და შეუძლია განასხვავოს პრაქტიკაში მიღებული ცოდნით ქამა შხამიანი ქამასგან, იმასაც კი შეიძლება აერიოს. ამიტომ ჯობია თავშეკავება. აგე ნახეთ მეგობრებო, ნახეთ. ნახეთ აი ეს ფერი. ვაიმე, აი ეს საზიზღარი რო ადამიანს შეაცდენზა. შხამიანი ქამა მოთეთრო ფერისაა, მურაიერით. აქვს ძალიან უსიამოვნო კარბოლის მსჯავის სუნი, ეგრეთ წოდებული აფთიაქის სურნელი, რომელიც მან ახსენა კიდეც თავის ვიდეოში. შხამიანი ქამა ხელის დაჭერისას ყვითელ ფერს იღებს და ესე ჩანს იმ ვიდეოში. ის ხელით სრიცავს სოკოს და შოკოც ყვითლდება. აი დაზიანებულ ადგილზე უყურეთ რა მოზდის. ხედავთ როგორ მწვანდება მეგობრებო. ხედავთ? აი ამას არ გაიკაროთ არავითარ შემთხვევაში. აი ნახეთ. ჭრელი ქამაც მსგავსად მოწმდება, ისიც შხამიანია, ფენოლის სუნი აქვს და ფეხის ძირის დაზიანებისას ნელ-ნელა მოწითალო ღვინისფერი ხდება. რაც შეეხება ცრუ ქამას, ის გავს საჭმელ ქამას და განსხვავდება იმით, რომ მას საყელო ფეხზე არ ახასიათებს. საქართველოში კიდევ ბევრი შხამიანი სოკოა, მაგალითად არშიანი გალერინა, ღორის სოკო, შავფეხა ღორის სოკო, მწვანე სოკო, ვირის ჟიმლა, თავჭედილა, ეკლებიანი ლეპიოტა, სავარცხელა ლეპიოტა, ცრუ მანჭყვალა, მანჭყვალას მატყუარა, ცრუ გუდაფშუკა, ვარსკვლავს სპორა, ბოჭკოვანა, წვეტიანი ბოჭკოვანა, პატუილარდას ბოჭკოვანა და კიდევ ბევრი სხვა. ამდენი შხამიანი სოკოს არსებობის გვათვალისწინებით, თავადაც მიხვდებოდი თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თვითგანათლება და სიფრთხილე. მოდი ორი სიტყვით, სოკოთი მოწამვლის დროს პირველადი დახმარების თემასაც შევეხოთ. სოკოთი მოწამვლისას აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმის გამოძახება. ექიმის მოსვლამდე ავადმყოფი უნდა დავაწინოთ ლოგინში, მცირე ყლუპები დავალევინოთ, ცივი მარილი წყალი ეს რამდენადმე შეუმსუბუქებს გულისრევას. რეკომენდებულია დავალევინოთ ცივი მაგარი ჩაი ან ყავა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სპირტიანი სასმელის მიცემა, რადგან ალკოჰოლი ხელს შეუწყობს სოკოს შხამის შეწოვას ორგანიზმის მიერ. თუ ექიმი იგვიანებს, მაშინ შესაძლებელია მიეცეს პაციენტს 4-5 ჭიქა ან მეტი 2 ლიტრამდე ოთახის ტემპერატურის ადუღებული წყალი, რომელშიც უნდა გავხსნათ საჭმელი სოდა 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე.
ამის შემდეგ უნდა გამოვიწვიოთ ღებინება კოვზის ტარის ან თითის დაჭერით ენის ძირზე, სასაზე. ეს უნდა გავიმეოროთ 5-6 ჯერ. სოკოთი მოწამვლის თავიდან ასაცილებლად უეჭველად უნდა გვახსოვდეს, რომ საჭმელად უნდა შეგროვდეს მხოლოდ ის სოკოები, რომლებიც კარგად არის ცნობილი, როგორც საჭმელი სოკოები. ანუ ყოველთვის მიიყევით თქვენთვის ნაცნობ სახეობებს და მიმართეთ ადგილობრივ ინსტრუქტორებს. თუმცა გამოსტილი სოკოზე მონადირეებიც კი მოწამულან, ამიტომ გახსოვდეთ უძველესი გამონათქვამი. ეჭვის შემთხვევაში სოკო აუცილებლად გადააგდეთ. ეს იყო შემეცნებით გასართობი ვიდეო. აი ნამდვილი სამეცნიერო წყაროებით წიგნები აღწერაში დაგვხვდებათ. შხამიანი სოკო ყოველთვის არ არის შავი, ბნელი და მახინჯი, ხშირად პირიქით. ყველაზე ლამაზი სოკო, ყველაზე სასიკვდილოა, ისევე როგორც ცხოვრებაში ყველაზე მომხიბვლელი ილუზია ზოგჯერ ყველაზე სახიფათო აღმოჩნდება ხოლმე. გახსოვდეს, თუ ოდნავ მაინც შეგეპარა ეჭვი, გადააგდე. შობს დაკარგო ერთის ადილი. ვიდრე თუ ეს ვიდეო საინტერესო გეჩვენა და გინდა რომ შემდეგ ნაწილში უკვე სხვა შხამიან სოკოებზე ვისაუბროთ, დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და გაუზიარე მეგობარს, ვინც ტყეში სიარულს აპირებს. კომენტარებში კი თქვენი ფავორიტი სოკოს სახეობა მომწერეთ. დიდი მადლობა.